ახლოვდება ეროვნული გამოცდები. დაიწყო უკვე ამ გამოცდების სიებცხელება. ემზადებიან როგორც მშობლები, ასევე აბიტურიენტები. მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, როგორც მშობლებს, ასევე აბიტურიენტებს. მშობლებს პირველ რიგში, რომ იმედიანი მზერით უყუროთ მომავალს და თქვენ შვილს სულ დადებითი ფრაზებით იმედიანი რაღაცა კარგი დადებითი პროგნოზი რო გააკეთოთ ხოლმე და რო უთხრათ, რომ შეძლებ, გამოგივა, ყველაფერი კარგად იქნება, მე შენს გვერდით ვარ, შენი მხარდამჭერი ვარ, მიყვარხარ და სულ იმედიანი მზერა იყოს მომავალში და ეს გაიგონოს თქვენმა შვილმა, ეს ძალიან დიდ ენერგიას მისცემს და დიდ ძალას. რაც შეეხება თვითონ აბიტურიენტებს, თქვენ ახლა მართლაც ახალი ეტაპი გეწყებათ ცხოვრებაში, ძალიან საინტერესო ეტაპზე გადადიხართ და ეს გამოცდები არის ერთგვარი ხიდი, რომელიც გადაგიყვანთ თქვენი ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე. ეს არის სტუდენტობა, უკვე მომავალ პროფესიასთან შეხება. რაც შეეხება პროფესიას, სასურველია, რომ თქვენ თვითონ აარჩიოთ და არავის გავლენის და ზეწოლის ქვეშ არ მოხდეს ეს არჩევანი. შეიძლება მე ეს არჩევანი შეცვალოთ, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს თქვენი არჩევანი, რაც თქვენ გინდათ. თუნდაც პირველ წელს მოხდეს ისე, რომ ქულა დაგაკლდეთ, ვერ ჩააბაროთ, არ არის ეს ტრაგედია. შეიძლება ეს ისე სასიკეთოდ გამოიყენოთ, ის დრო მერე ისე ნაყოფიერად გამოიყენოთ თქვენ ცხოვრებაში და სრულიად ახალი ასპარეზი გაგეხსნათ, რომ აბსოლუტურად ჩვენ არ ვიცით რა რისთვის ხდება, უბრალოდ უნდა მივიღოთ ის მოვლენა და ყოველთვის შეიძლება იმისი სასიკეთოდ გამოყენება. შემდეგ წელს კიდე ჩააბარებთ, უფრო მომზადებული, უფრო სხვა ცნობიერებით და აბსოლუტურად კიდე სხვა ეტაპზე იქნებით თქვენი განვითარების. ასე რომ არც ეს არ არის ტრაგედია, თუ პირველ წელს ვერ მოეწყობით, შეხედეთ ამასაც რაღაცა სხვა თვალით, იმედიანი თვალით და ინტერესით. ეხლა თვითონ გამოცდებს რაც შეეხება, ორიოდე სიტყვით რომ შევეხოთ, პირველ რიგში ჩვენ ძალიან გვიშლის ყველა ადამიანს ხელს დაძაბულობა, როდესაც არის ესეთი რაღაცა გამოცდა თუ საჯარო გამოსვლა. ეს დაძაბულობა ძალიან მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. თუ ადამიანი დაძაბულია, ძალიან დაბალია ცხოვრების ხარისხი. პირველ რიგში ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, მანამდე გამოცდებამდე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს რელაქსაციები, მოდუნდეთ, რომ იქ მერე გამოცდაზე იოლად მართოთ სხეულში ეს პროცესი. და სასურველია, რომ თუ თვითონ გამოცდის დროს იგრძენით, რომ ძალიან დაიძაბეთ, დადეთ 3-4 წუთი საწელკალამი და იქვე შუბლიდან დაიწყეთ და ესეთი ტალღით ჩადით ქვემოთ და ეცადეთ, რომ მოდუნდეს, გაათავისუფლოთ, მოუშვათ სხეული და აი ამ მოშვებით და სიმშვიდით შემდეგ გააგრძელოთ წერა. ძალიან ეხმარება ამ დროს სუნთქვა, სწორი სუნთქვა, რომელიც გვამშვიდებს, ცხვირით შეისუნთქავთ და უფრო გრძლად ცოტა ხანი გააჩერებთ, ცხვირით შეისუნთქავთ, ცოტა ხანი გააჩერებთ და უფრო გრძლად პირით ამოისუნთქავთ, უფრო გრძლად. აი თითქოს სანთელს აკრობთ, ესე მიზანმიმართული, აი ესე გეთება. ამოსუნთქვა უნდა იყოს უფრო გრძელი. ესე 5-ჯერ, 7-ჯერ რო გააკეთოთ, ასეთი სუნთქვა უკვე მშვიდდება ადამიანი, ბრუნდება იქ სადაც არის და შეგეძლებათ, რომ სრულად ჩაერთოთ იმ პროცესში და დაძაბულობის ფონზე ფსიქიკური პროცესებიც სპაზმშია, ყურადღების კონცენტრაცია, მეხსიერება, რაც ასე ძალიან გვჭირდება გამოცდის დროს, რომ გავიხსენოთ ის ყველაფერი, რაც ვისწავლეთ და გადმოვიტანოთ იქ ფურცელზე, ხო? ამიტომ აი ამასაც მიაქციეთ ყურადღება, ის 3-4 წუთი სრულად არ დაგაკლდებათ პირიქით. უფრო ნაყოფიერად და ხარისხიანად დაწერთ შემდეგ და რა თქმა უნდა თქვენც აბიტურიენტებს უნდა გქონდეთ იმედიანი და ინტერესიანი მზერა მომავალში, შინაგანი სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო,
გთხოვთ გააზიაროთ, რომ რაც შეიძლება მეტმა აბიტურიენტმა ნახოს. ასევე მე მაქვს პროგრამა აბიტურიენტებისთვის, ეს არის ონლაინ 3 შეხვედრა, 3 ლექცია, თავისი ტრანსული თერაპიით, რომელიც ძალიან ეხმარება აბიტურიენტებს გამოცდის შიშის მოხსნაში, ფოთვის მოხსნაში და ყველაფერი იმაში, რამაც შეიძლება ფსიქოლოგიურად შეუშალოს ხელი გამოცდის დროს აბიტურიენტს და თუ გაინტერესებთ ეს პროგრამა, ეს ონლაინ პროგრამა, მოგწერეთ ან დაგვიკომენტარეთ რეფორმატორის გვერდზე. გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ რომ გახდეთ სტუდენტი და დაიწყოთ ესეთი ძალიან საინტერესო სრულიად ახალი ეტაპი თქვენი ცხოვრების.